დავიწყოთ CESCO-ს გამოხმაურებით. შეგვაქო, მოკლედ, ასე ამბობს ადმინისტრაცია, EUTODIR-მა, აპარატებმა კარგად იმუშაო, კარგად იყო ადმინისტრირებულიო, აი ეს ჩამონათვალი არგუმენტები იძლევა თუ არა რეალურად იმის საფუძველს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია იყოს კმაყოფილი 26 ოქტომბრის პროცესით. კიდევ ერთხელ მადლობა რომ მომიწვიეთ. საუბარი ალბათ უნდა დავიწყოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიამდე გამოხმაურებაზე, რომელიც რაღაცა ისტერიული იყო და სწრაფად გააკეთა ირაკლი კობახიძემ, ეგრეთ წოდებული საგანგებო რეჟიმში, სადაც ამოკრიბა რამოდენიმე პუნქტი, რაზეც თითქოს და ამ ნაწილით უნდოდა რომ მოეგო ეს ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და სადაც ნახეთ რომ ყველგან მარცხდებიან და ერთ-ერთი იყო გუშინდელი შემთხვევა და ამის გაგრძელებაცაც რატომ მოხდა ასე დავასაბუთებ. პირველი რაც ისაუბრა, ეს იყო კონკურენტულ გარემოზე გაუსვა ხაზი და ამ ნაწილშიც კი იცრუა მან იმის მიუხედავად რომ კონკურენტული შეგვიძლია ჩავთვალოთ ის არჩევნები, სადაც ერთზე მეტი სუბიექტი მონაწილეობს, რასაც ვერ ვიტყოდით იმ წარმოდგენაზე, რომელიც შემდეგ ერთი თვის თავზე გააკეთეს პარლამენტში, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ასარჩევად. დიახ, კონკურენტული შეიძლება ვთქვათ იმ არჩევნებზე, სადაც მონაწილეობდა ერთზე მეტი კანდიდატი. თუმცა კონკურენციის ნაწილშიც შემდეგ როცა კარგად ვკითხულობთ ამ დოკუმენტს, ნახავთ, რომ არათანაბარი პირობები იყო სახელმწიფო პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რადგან როგორც ნახეთ, იქ იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბარი, იქ იყო შავ-ფულზე საუბარი, იქ იყო დიდი რაოდენობით გაურკვეველ ფულზე საუბარი, რომელიც მე მგონი შავათაც კი აღარ არის მოხსენიებული, ხო? ანუ გასაგებია, საიდან მომდინარეობდა. ამის შემდეგ თვითონ ადმინისტრაციის გამოხმაურებასაც აი ახლა თუ ამ წუთას შევალთ მათ Facebook გვერდზე, ნახავთ როგორ პასუხობს საზოგადოება. წლების განმავლობაში ადმინისტრაციას ჰქონდა პრობლემა დობის თვალსაზრისით, ანუ საზოგადოება რომ არენდობა ინსტიტუციას, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ჩატარებაზე, მომზადებაზე და შეჯამებაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ზოგადად საარჩევნო პროცესის დროს, იმიტომ რომ ორგანო, რომელსაც ვანდობ, მე როგორც ამომრჩეველი, როგორც სერვისის მომწოდებელ ორგანიზაციას ვანდობ, ჩემს თქვათ არჩევანს არ ვენდობი ამ ინსტიტუციას და ეს დააგროვა იმან, რაც დიახ, გვაქვს დოკუმენტში, ესე იგი ეს არის წინა პერიოდში შეცვლილი პერმანენტულად შეცვლილი კანონმდებლობა, შეცვლილი საარჩევნო გარემო, ის რომ ერთი პარტიის ხელში იყო დიახ ადმინისტრაცია, ამაზე უკვე საუბარიც ალბათ ძალიან ზედმეტია და ის რომ ამ დასკვნას გამოიყენებს უკვე ორგანიზაციები როგორც სამაგიდო წიგნად, ანუ ვიცით ხო არჩევნებში ჩართული ადამიანები, მეც როგორც საარჩევნო მიმართულებით დაინტერესებული ადამიანი, როცა კონკრეტულ ქვეყანაშია არჩევნები, ამის შემდეგ ველოდები EUTODIR-ის დასკვნას და მინიმუმ იქ უნდა ამოვიკითხო, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიან და თავისუფალ გარემოში, რომლის ორი სიტყვის კომბინაციიდან არც ერთიც არ გვხვდება ამ დასკვნაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წუთასაც რომ არ აღიარებულა ქვეყნების მიერ ეს არჩევნები, გულისხმობ ისეთ ქვეყნებს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს რომ აღვაღიაროს და არა ისეთ ქვეყნებს, რომელსაც აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანად აქვს აღიარებული, ასეთ ქვეყნებში კიდევ უფრო გამყარდება არგუმენტები, რომ არ იქნეს აღიარებული ეს არჩევნები და რა თქმა უნდა გაგრძელდება მოთხოვნები ახალი არჩევნებისა და რაც მთავარია დატყვევებული ადამიანების განთავისუფლების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოხმაურების ნაწილში განცხადებაში წერია, რომ წუხილები დაფიქსირდაო, ასე აფასებს CESCO და ასევე იყენებს სიტყვას, რომ დავხვეწთ რაღაც კონკრეტულ მიმართულებებსო. არ და საუბარი არის სისტემურ ხარვეზებზე და გამოწვევებზე, ხომ? ასევე რაღაც პირობაც დადეს, რომ რეკომენდაციებს შევასრულებთ, თუ ვიცით როგორ მუშაობს ეს ადმინისტრაცია, როდესაც საქმე ეხება რეკომენდაციებს. აი რა ცდილობს კალანდარიშვილის უწყება აი ამ ასეთი გზავნილებით. კიდევ ერთხელ რომ განმეორდეთ, ან ცალკე ეს უწყება ესე არ არსებობს, ეს არის ამ ერთიანობაში, რომ წარმოვიდგინოთ ერთი პარტიის მიერ რაღაც დაქვემდებარებული დეპარტამენტი და არის ხაზი გაგრძელებული იმ პროპაგანდის, რომელიც მთლიანობაში
შემთხვევაში აქვს ქართულ ოცნებას. ეხლა რატომ? და რა საფუძვლით ვამბობ ეხლა ამ წუთას ამას, ხო? ანუ ეს ნაწილში, სადაც ის ამბობს, რომ მოდი ამ წუთას მაპატიე თუ რამე შეცდომები მაქვს და მომავალში გამოვასწორებ, ზუსტად ეს არის ანუ გენერალური ხაზი, რასაც ამბობენ, რომ აი მოდი ეხლა ჩვენ გვაღიარეთ და მე დიახ, აი მათი პროპაგანდისტული ტელევიზიებიც კი როგორ ქარდებს აკეთებენ, ხო, რომ აი ეუთო ოდირი მომავალში ესე იგი თანახმა ითანამშრომლოს რაღაც ნაწილში გამოსწორების. აი ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილ ქარდებს ესე ვთქვათ აფრიალებენ და დიახ, ამას პასუხობს მე ეს ეგრეთ წოდებული CSKO, რომ ახლა მოდი მაპატიე თუ რამე შემეშალა და მე ამ ნაწილში აი მაგალითად პროცედურაში შევცვლი, რომ ეს ვთქვათ ამომრჩეველი როცა უბანზე შედის, ჯერ პირველ რიგში გააკეთებს ამას და მეორე რიგში გააკეთებს აი ასეთ დონეზე უნდა რომ დაიყვანოს ახლა ამ დასკვნაში მოცემული პრობლემები, რაც საბედნიეროდ ამაზე არ ტყუდება საზოგადოება, ისევე როგორც არ მოტყუდა საზოგადოება, რომ რაღაც რუსულ კანონში რაღაცეებს შეასწორებდნენ და არა უკან წაიღებდნენ საერთოდ, ამაზეც კი არ იყო საუბარი, ისევე არ მოტყუდება ამ ნაწილში თითქოს და რაღაც მათ მიერ გამოხატულ მზაობაზე. უნდა გვახსოვდეს რაზე არის გათვლა, იმიტომ რომ მაგალითად თუ საუბრობთ რეკომენდაციების შესრულებაზე, ეუთო ოდირია ვინც საუკეთესოდ იცის, რომ ფურცელზე რჩება ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ. დიახ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ადმინისტრაცია ამ დაკომპლექტებით ვერასდროს საქართველოში არჩევნებს ვეღარ ჩაატარებს. ანუ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ის წარმოდგენა, რომელიც ერთი თვის თავზე შემდეგ გაიმეორეს პარლამენტში თითქოს პრეზიდენტის არჩევნები მოაწყოს, მათ საერთოდ ანუ არც ერთ ინსტიტუციას 26 განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ არ აქვს ქვეყანაში ლეგიტიმაცია, ანუ ლეგიტიმაციის კომპონენტი რა არის, ხო? უნდა ენდობოდეს საზოგადოება, ხალხი, ამომრჩეველი და უნდა გაღიარებდეს საერთაშორისო საზოგადოება, როგორც ორგანიზაციები, ისე ქვეყნები, თორემ ანუ ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე არის სხვადასხვა ადგილები, ტერიტორიები, სადაც რაღაცა ჯგუფი მართავს შეიძლება იმ კონკრეტულ კუნძულს, მაგრამ იმას აღიარება ხო არა აქვს საერთაშორისო საზოგადოების მიერ. აი ასეთ იზოლაციაში არის ამ წუთას დარჩენილი ქართული ოცნება. ის რომ ეხა რამე პირობას დადებენ ესენი კონკრეტულ მუხში და ის გვახსოვს ჩაწეკწეკებულ საარჩევნო კოდექსს შემოგთავაზებენ თუ რაღაცა მოკლე პატარა თავს შეცვლიან, ეს არაფერს არ შეცვლის. თან ამას ეხა მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ პოლიტიკური პარტიები და ის ადამიანები კი არა, ვინც ვთქვათ საარჩევნო პროცესში ვარ ჩართული, ესენი კი არ ვამბობთ. ხალხი ამბობს, რომელიც 24 დღეა დგას ქუჩაში და უბრალოდ არ იღლება და იმეორებს იმ ორ მოთხოვნას, რომელიც არის ამ ორი მოთხოვნის წინაპირობის გარეშე არ არსებობს არც ერთი დაპირება, არც ერთი ამ ეგრეთ წოდებული ინსტიტუციის მიერ, რომელიც დღეს გვყავს და ბუნებრივია მათი დაპირება რომ რამეს შეცვლის, იქნება არასერიოზულად აღქმული საზოგადოებისთვის. ანუ მინდა გითხოთ საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხზე, ეს არ არის ასე ვთქვათ განხილული ამ დოკუმენტში და CSKO-მ ასე ვთქვათ გადმოთარგმნა როგორც უსაფუძვლო იყო ზოგადად ამ საკითხზე საუბარი ვარ და ვიცით რომ ეუთო ოდირი უშუალოდ ქვეყანაში აკვირდება პროცესს, ხომ? და ასევე დოკუმენტი ციტირებს ეჭვებს, რომლებიც თქვენს ჰქონდათ ოპოზიციურ პარტიებს, რომ უნდა გასაჯაროებულიყო სიები ემიგრანტებს, რომ ქონოდათ ინფორმაცია, მათი მონაცემები, ანუ პირადობები ხომ არ გამოიყენეს აქ საქართველოში. დიახ, ორივე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. პირველი, ანუ მაყურებლისთვის რომ გასაგები გახდეს ეუთო ოდირის მისიები როგორ მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებში, ესე იგი, როცა არჩევნები ცხადდება, ისინი გრძელვადიან და მოკლევადიან მისიებს აგზავნიან იმ ქვეყანაში, სადაც არჩევნებს აკვირდებიან და რომ წარმოვიდგინოთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეუთო ოდირის მისიამ საქართველოში გამოგზავნა ხასვუსვამ საქართველოში გამოგზავნა გრძელვადიანი და მოკლევადიანი მისიები, რომელიც საბოლოოდ შემდეგ აკეთებენ ამ ანგარიშს. ბუნებრივია ისინი ვერ დაწერდნენ ვერაფერს საზღვარგარეთ უბნების გახსნასთან დაკავშირებით, ვერ დაწერდნენ ვერაფერს იქ იმ უბნებში როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი და რის მოდი ესეც ვთქვათ, რეალურად ოდირის დასკვნაში არ არის ხოლმე ხაზგასმა ლეგიტიმაციის საკითხზე და ამ დასკვნაში ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამას განმარტავენ და რატომ განმარტავენ? იცით, რომ ქართული ოცნება ამას ელოდებოდა, რომ ეხლა ჩვენ ეუთო ოდირის დასკვნითო ლეგიტიმაცია გვექნება მინიჭებულიო და ხო, ანუ მაინც არ აქვს პრობლემა, მაინც ამბობენ, რომ მოახდინა ლეგიტიმაცია. ხო, ანუ არა და
იწყება დასკვნა იმითი, რომ ჩვენ არ ვაფასებთ ლეგიტიმაციის საკითხს. ამიტომ არ არის საზღვარგარეთის უბნები მოხსენიებული, ამიტომ არის манипуლაციური ის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნებული აქვს და მეორე კითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, რაც დამისვით ეს არის ზუსტად ის საკითხი, რომელსაც როგორც წევრი ვაყენებდი CSKO-ში, რომ გასაჯაროებული ყოფილიყო არა შემდეგ როგორც არჩევნებში მონაწილე პირები, იქამდეც გვცოდნოდა ვინ იყო ის ადამიანები, ვინ ტვირთავდა ტექნოლოგიებში ამომრჩევლების ერთიან სიას, ვინ იყო პასუხისმგებელი ამ ტექნოლოგიების მეთვალყურეობაზე და ასე შემდეგ. გარდა მონაწილე ამომრჩევლისა, ჩვენთვის ასევე უცნობი იყო, ვინ იყო ტექნოლოგიებში, ანუ ხელებს ვინ აფათურებდა ტექნოლოგიებში, ესეც კი უცნობი იყო ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად ეს ნაწილი არის ამ დასკვნაში პირადად ჩემთვის, რადგან ის რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდი, მოხდა დასკვნაში და ვფიქრობ, რომ ესეც ზუსტად ამყარებს, ეჭვებს და ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა ვთქვათ, ჩვენ ვიცით, რომ ვენის მექანიზმი ამუშავდა ეხლა ამ წუთას, აი ძალიან რამოდენიმე წუთის წინ 38 ქვეყანა საქართველოს უგზავნის კითხვას, რომელიც 10 დღეში უნდა დაუბრუნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ეს უნდა გვახსოვდეს, რომ EU-თა ODIHR-ის დასკვნები და ამგვარი დასკვნები არის ხოლმე სამაგიდო და არის ხოლმე საფუძველი ესეთი ქვეყნებისთვის, რომელიც ინტერესს გამოთქვამს შენთან სამომავლო თანამშრომლობის და ზოგადად აღიარება მოგცეს თუ არ მოგცეს, ამაზე საფუძველი დიახ ეს არის ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, დიდი მადლობა. CSKO-ს წევრი, სტრატეგია აღმაშენების ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს.